ბრალდების დადგენილების თანახმად მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი აქტიური ქმედებით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს რევოლუციისკენ, პარლამენტში შეწრისკენ და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელებისკენ. ბრალის დადგენილება არის ეს. შესაბამისად, საქმეში მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც იყო აკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, პირველი სხდომიდან დღემდე პროკურატურას ვთხოვთ ჩვენ, რომ გადმოგვცეს მტკიცებულება, მიუხედავად იმ 53 ტომისა, რომელიც ჩვენ გადმოგვცა, იმ საქმეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ არის, რომელიც დაადასტურებს რაიმე კონკრეტულ ქმედებას. გუშინაც ჩვენ პროკურატურას ვეუბნოდით, რომ კონკრეტულად მიგვითითეთ რომელი მტკიცებულება არის კავშირში აი ამ ბრალდების ქმედებასთან, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ პირშომ ბრალდებას წაუყენებ განაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს აღწერილი. კონკრეტულად პირმა რა ჩაიდინა და რო ჩაიდინა ეს პროკურატურის მოსაზრებით, ამას რა მტკიცებულები ადასტურებს. საქმეში ამ ხნის განმავლობაში ერთი პირდაპირ მტკიცებულებას კი ვერ მოიძებნა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ თითქოს და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აი ამ ქმედებებს ახორციელებდნენ. თქვენც ხომ არ მიგაჩნიათ, რომ აი სამართლებრივი აბსურდია მართლაც ეს საქმე და ამ დეტალებში შეყოლოს უბრალოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყოველგვარ სამართლებრივ წყობას, ლოგიკას სილდება ეს ყველაფერი. როგორ უნდა შეხვიდეთ დავაში, როცა არ აქვს კონკრეტიკა ამ ბრალს? რა თქმა უნდა, ანუ სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ანუ ეს არ არის რაღაც დაუშვათ, მიუხედავად ამ ყველაფრის ადვოკატები მაინც ვცდილობთ, რომ სასამართლო პროცესზე ჩვენ მოვალეობა მოვიხადოთ, არა ფორმალურად, არამედ რომ მართლმსაჯულებას და სასამართლოს ვანახოთ, რომ სამართლებრივად რა შეცდომას უშვებს პროკურატურა ცალკე საკითხავია, მაგრამ თვითონ სასამართლო ხელისუფლება, რომელიც იმ ყველა სტანდარტს, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით, ანუ საერთოდ არანაირ მინიმალურ სტანდარტს არ იცავს. გუშინ მაგალითად სასამართლოს ესეთი ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი არსებობს, სადაც მოსამართლე ვალდებულია ამ სტანდარტით იხელმძღვანელოს, რომ საქმე გააგრძელოს თუ არა. და ეს სტანდარტი რას გვეუბნება, რომ უნდა არსებობდეს შეჯერებული, შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ არ არის მტკიცებულება, საქმე არ უნდა გააგრძელოს, მოსამართლე შეწყვიტოს. უნდა შეწყდეს ის სამართლებრივი დევნა, ეს მითითებულია პირდაპირ საპროცესო კანონმდებლობაში. შესაბამისად, რაც შეეხება ბრალის ინდივიდუალიზაციას, ხო, იმიტომ რომ სისხლის სამართალი ეფუძნება პირის ინდივიდუალიზაციას, რომ ყველა პირმა უნდა აგოს პასუხი იმის შესაბამისად, რა ბრალდებაც აქვს აყენებული. ვეუბნებით, რომ ის სხვადასხვა მტკიცებულებები, ხო, რომელიც ამოღებულია პირობითად ნანუკა ჟორჟოლიანის, ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანის ჩრეკის სახლის ჩრეკა ჩატარდა და სხვადასხვა ინფორმაცია იქნა ამოღებული. ვიღაცა კონკრეტული პიროვნება რო გააჩერეს და დროშა რო ამოუღეს მაგალითად, ხო, სხვადასხვა ფინანსური გადარიცხვები არასამთავრობო ორგანო. ეს კიდევ ცალკე ისეთ აბსურდულ იმაში გვიწევს დროშა და პირბადე დროში არსებობა, რომ ადამიანს ოდესაც შენ საქართველოს დროშა არის კომპრომატი. საქართველოს დროშა არის რაღაცა კანონსაწინააღმდეგო ნივთად ითვლება დღეს სახელმწიფო დროშა. ეს კიდევ ცალკე ანუ ეს პირდაპირ ასე წერია? არა, მე ვამბობ იმას, რომ ანუ კანონსაწინააღმდეგო, იმიტომ ეს ჩხერგის დროს არის ამოღებული და მტკიცებად არის ასე. მტკიცება დროშა სახელმწიფო. არა მარტო ამ საქმეზე, ასევე რვაპირიან საქმეზე თქვენ არ ვიცით თუ არა ვიცავებ ხეკასრაძის ინტერესებს, არ მისი ადვოკატი და შესაბამისად ყველა მტკიცებულება ასევე არის იმ საქმეში. იმ საქმიდან გადმოტანილი სასამართლო განაჩენები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ბადრი სათაურია, მე ვიტყოდი ამერიკაში. ამიტომ ეს ანუ ინდივიდუალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ანუ არც ერთი მტკიცებულება შემხებულობაში კონკრეტულად არ არსებობს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართებაში. ერთადერთი საქმეში არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ნამდვილად იყვნენ აქციაზე. ამას მამუკა ხაზარაძე თვითონ არ უარყოფს, რა თქმა უნდა, და ყველა მათგანი ამბობს, რომ ისინი იდნენ აქციაზე და ისინი იმ დროს იყვნენ იქ. კი ბატონო, ეხლა ხო წარმოუდგენელია, რომ რაღაცა უჩვეულო იყოს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს აქციაზე თავის მოქალაქეებთან ერთად და აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს. ეს არის მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი, რომ პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები, ხო? რომელიც ეს არის კონსტიტუციური გარანტია არის ეს გამოხატვის თავისუფლება და პლურალიზმის გარანტია, ერთადერთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული განცხადებაზე დაჭერილი კაცი. ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ განცხადებაზე დაჭერილი კაცია, ერთ-ერთი პირველი ასე მე საქართველოში მე არ ვიცი ასე მართლა პოლიტიკური განცხადების 4 ოქტომბერი ხო მერე იყო რაღაცებს ედავებენ დააკავეს ხალხი ფორმულა სეზონში ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური განცხადებების გამო პირდაპირ ეთერში. კი, აი სწორედ ამ ეტაპზე მივედი ჩვენ დღეს, რომ ადამიანებს პოლიტიკოსები, რომლებიც ანუ ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც კონსტიტუციური გარანტიით არის გათვალისწინებული და კონსტიტუციით არის გარანტირებული ეს უფლება
პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, ხო? აი ამ მექანიზმებით ცდილობენ შეზღუდონ მათი ეს საქმიანობა. სწორედ გუშინდელი პროცესი, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის მიმართ დაწყებულია, ეს პოლიტიკური დევნა, როგორც ფულის გათეთრების საქმიდან მოყოლებული, ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმე და ეს ახალი საბოტაჟის საქმე, ეს გრძელდება ეს პოლიტიკური დევნა და სამწუხაროდ ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ხელისუფლება პროკურატურას, რომელიც ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, კონკრეტულად დანაშაულის აკვეთით იყოს დაკავებული, იქცა ინსტრუმენტად პოლიტიკური ლიდერების მიმართ განხორციელებულ, ასე ვთქვათ, დევნაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და სამწუხარო არის უფრო მეტად ის ადვოკატებისთვის მით უფრო, როდესაც ჩვენ ვუყურებთ სასამართლო როგორ აწერს ხელს აი ამ პოლიტიკურ დევნას, იმიტომ რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ ქონდა საერთოდ სამართალთან და საერთოდ არანაირი სამართლებრივი დასაბუთება იმ გადაწყვეტილებას თან არ ახლდა, რომელიც მიიღო მოსამართლემ და აი ეს საქმე, რომელიც ასე ვთქვათ არის დაწყებული მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის წინააღმდეგ, პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკური დევნათ იმიტომ შეფასდეს, რომ არანაირი რაღაც ფორმალური მხარე უნდა დააკმაყოფილოს ამ სტანდარტებმა, ხო? ანუ ვარაუდის საფუძველზე არის დაწყებული ეს გამოძიება, ანუ ეს როდესაც პირის მიმართ ბრალი იქნება გამოტანილი, აქ არის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიც არსებობს და რას ნიშნავს ეს, რომ უნდა იყოს მტკიცებულება და ერთობლიობა, ანუ მარტო სასამართლოს გადაეცეს ის კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ანუ პირის მიმართ ბრალდება იქნება გამოცემული, ანუ ისიც კი საჭიროებს რაღაცა კონკრეტული ინფორმაციების ერთობლიობა საქმეში. არ შეიძლება რომ რაღაცა ადამიანი რაღაც მისი განცხადების საფუძველზე წაუყენო ბრალი მხოლოდ იმიტომ რომ ის არ მოგწონს შენ როგორც პოლიტიკოსი, ხო? ანუ აი ისიც კი საჭიროა და აუცილებელი არის რომ არსებობდეს ინფორმაციათა ერთობლიობა რომ პირის ბრალი წაეყენოს და ბრალის წაყენების სტანდარტიც კი არ არის დაცული ამ შემთხვევაში, საერთოდ საუბარი არ აქვს რაღაცა ესე იგი იმ მაღალ სტანდარტებზე რომელიც უნდა იხელმძღვანელოს და ვალდებულია იხელმძღვანელოს სასამართლო. ამიტომ საქმეში დღემდე ადვოკატები მთელი რამდენი ხანი მიდიოდა 5-6 საათი მიდიოდა პროცესი, მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურატურას ვთხოვდით, რომ მიგვითითეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ეხება მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძეს. არის ნახევარი გვერდით ბრალდების დადგენილება. არ ვაჭარბებს სრული პასუხისმგებლობით უნდა გამოცხადო მამუკა ხაზარაძეს და ბადრ ჯაფარიძეზე, ანუ იდენტური არის ბრალი, არის ნახევარი გვერდი ფორმულირება, ნახევარი ჟესტებით მონაწილეობაზე, საკითხი, რომელიც პოლიციელები აკეთებენ ამ ჩვენებას და ბადრ ჯაფარიძის შემთხვევაში ჟესტებით რომ აპირებდა ჟესტიკულაციით თვითონ და აღიქვა კი ბატონო პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა აღიქვა რომ ბადრ ჯაფარიძე ჟესტიკულაციით რისკი მოუწოდებდა. კი ბატონო, ანუ პოლიციელი ამბობს ჩვენებაში, ერთ-ერთ ჩვენებაში, რომ მისგან არანაირი მოწოდებას არ ქონდა ადგილი ხალხის სიტყვას არანაირი მოწოდებას, მაგრამ მისი ჟესტიკულაცია და მისი ესეთი მოძრაობა აღიქმეოდა რომ ახალისებდა იყოფ ადამიანებს. ეს არის ხო, ანუ რაში პარლამენტის დამხობაში, შეჭრაში მაგალითად აი წარმოიდგინეთ ხო, რამდენად მეცნიერება აბსურდული ბადრ ჯაფარიძის ჟესტები ამოიცნო პოლიციელმა, ამოიკითხა ბატონი ბადრი საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია და ვინც იცნობს, ხო? აი წარმოიდგინეთ მისი ჟესტიკულაცია, ეს როგორ უნდა აღიქვა იმათ, რომ მოუწოდებს ვიღაცას შეჭრისკენ. კარგით, ახლა მამუკა ხაზარაძის ნაწილში რა ხდება? მე მესმის ელენე ხოშტარიასიც, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა შევყვეთ, მართლაც აბსურდია, მაგრამ აი ახლა ამ აბსურდის საჯაროდ გამოტანაც კიდევ უფრო ბევრ მაყურებელს არწმუნებს ჩემი აზრით იმაში, რომ რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს ისედაც ცხადია, 8 ოპოზიციონერი შეუძლებელია გაასამართლო ერთ საქმეზე. თან საფუძველშივე არასწორი სათაურით, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმით, მაგრამ ის თუ რა მტკიცებულებები დევს ამ საქმეში, ანუ ეს კიდევ უფრო აბსურდულს ხდის ამ საქმეს მისი სააშკაროზე გამოტანა. აი ხაზარაძის ნაწილში რა ანუ ხაზარაძეს მამუკა ხაზარაძის ნაწილში იდენტური არის ეს ჩვენებები, რაც მე გითხარით, როგორც ბადრ ჯაფარიძის მიმართებაში, ზუსტად იდენტური ჩვენებები არის პოლიციელების მიერ. ანუ არის ჩვენებები, სადაც ამბობენ, როგორც გითხარით, რომ ეს ადამიანები იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად აქციაზე, თუმცა მათი მხრიდან ჩვენ არ გაგვიგია მოწოდება მოქალაქეების მიმართ, რომ ისინი მოუწოდნენ. ანუ აქციაზე ყოფნა არის კომპრომატი. თუმცა ბრალდის დადგენილობაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე მოუწოდნენ რევოლუციისკენ, პარლამენტში შესვლისკენ და
და აი ამ როგორ ფასდება ეს? აი რა სათაური აქვს ამას თქვენთვის და აქ? ეს სათაური ჩემთვის აი მე ძალიან მიჭირს როგორც ადვოკატმა სამართლებრივი შეფასება მოიწევს ეს გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან ასე რომ ვთქვათ და ეს უნდა შეფასდეს როგორც პოლიტიკურ დევნის კლასიკურ მაგალითად როგორ ხდება პოლიტიკოსების დევნა და სამწუხარო არის ის რომ ჩვენს სახელმწიფოში ხელისუფლება და პროკურატურა და სასამართლო აფუძნებს სტანდარტს რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რაღაცა ინფორმაციების რაღაცა გაურკვეველი მტკიცებულებების საფუძველზე წაუყენონ ბრალი და ადამიანების თავისუფლების აღკვეთა მოხდეს პატიმრობით. მაგალითად შეიძლება აი ამ ლოგიკით რამდენიმე ხნის მერე თქვენ დაგიბარონ მაგალითად გითხრან რომ აი საბოტაჟის საქმე რო ტელევიზიით გავრცელეთ თქვენ მოახდენთ რაღაცა წახალისება ადამიანების მაგალითად მე როგორც ადვოკატს შეიძლება ადვოკატები დაგვიბარონ რამდენიმე ხნის მერე და გითხრან რომ აი თქვენ რო იცავდით ამ ადამიანს კონსულტაციები ხო გაეცით ამ ის მიმართ და შესაბამისად აი თქვენ რაღაც მიგიწვით წვრილი აი ამ დანაშაული ქმედებაში ან მართლა სრული აბსურდამდე მივდივართ იმიტომ რომ დღეს აი ამ სტანდარტებით რომელსაც ვერანაირი სამართლებრივი სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ვერც პროკურატურა და ვერც სასამართლო მივდივართ იმ რეალობაში გვიწევს ყოფნა რომ აი ამ ესე იგი პროკურატურა და ხელისუფლება თავის უფლება მოვალეობას რომელიც აკისრია იყენებს ბოროტად და ახორციელებს ადამიანების დევნის მექანიზმად იმიტომ რომ მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება რა თქმა უნდა მით უმეტეს იმ მტკიცებულებებით რომელიც წარდგენილია ვითომ არის 53 ტომის საქმეში და არის მტკიცებულებები მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმას რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომელიც გაადასტურებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან რაღაც რევოლუციის მოწოდებას ან პარლამენტის შენობის პიკეტირების აქტიურ ქმედების განხორციელებას